ხშირად ხვდები ხოლმე პოლიცსაბჭოს. და ყოველთვის ვიხილავთ საკითხებს, რომელიც არის მომწიფებული და მძიმე და გადასაწყისი. ჩამოვედით აქ იმის გამო, რომ ვისაუბროთ იმ რევანშზე, რა რევანშიც მოაწყო ნაციონალურ მოძრაობამ აჭარაში. და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ და შემდეგ როცა გამოვალთ, გეტყვით ყველას თუ რა მოხდება და რას გავაკეთებ. პირადად მე ვამბობ, რომ უნდა აუცილებლად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები უმაღლეს საბჭოში. ყოველთვის გვაქვს ხოლმე დაგეგმილი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან. ეს არის მუშა შეხვედრა, რა თქმა უნდა, განეხილება ეს თემაც აუცილებელი. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის დემოკრატიის ნიშნები. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურ ბრძოლაში დარტყმა, მაგრამ ეს უკვე დარტყმა წელს ქვეთ, იმიტომ რომ ჩვენ ემაგვიღალატეს. მიიღებენ საპასუხო დარტყმასაც. ეს პოლიტიკაა. მგონია, რომ არასაკმარისად არის ჯერ ასე ვთქვათ, განხილული საკითხები, რამაც გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია თვითონ ამ დეპუტაციის შიგნით. და მე მგონია, უფრო ღრმად და საფუძვლიანად უნდა იქნას ეს საკითხები განხილული და შესაძლოა რაღაცა შეხების წერტილები მოინახოს.